არა, იმიტომ რომ არავითარი ნატამალი არ არის ქრისტიანული მისა. ამაზე ზედმეტია ლაპარაკი ჩემო ბატონო. ხო და შინაარსით მე ეს ყველაფერის და თარიღიანია, ზოგიერთი წარწერა თარიღიანია და მე ვათარიღებ, ეს ჩემი ის არის ვარაუდია, მაგრამ ესეც ანგარიშ გასაწევია, იმიტომ რომ ის წელთაღრიცხვა, რომლის სისტემა მოქმედებს ეს წარმართულ ხანაში, ქართული სისტემა მზის უძრავი წელიწადის კალენდარული სისტემა წელთაღრიცხვისა მოქმედებაშია. ჩვენ ქართველებს გვაქვს ძველი წარმართული წელთაღრიცხვა და შემდეგ გვაქვს ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვა. ბატონო რამაზ, აი ამ მეების მიხედვით კიდევ ერთხელ დაადასტურეთ რა, რომ მოყევით ხა ამ ქვებზე, რომ არის სამარხის ქვები და ყოველგვარი ქრისტიანული სიმბოლიკისგან და ქრისტიანული ენისგანაც დაცლილია რა. ეს იმის საპირწონეთ უნდა ვთქვა. ეს აღნიშნულია, მადლობა ღმერთს, მეცნიერება იმ მივიდა, ეს ყველა აღიარებს, რომ აქ არავით არის ქრისტიანული სიმბოლიკა, არავით არის ქრისტიანული სახელები, არაფერი თქვათ უფალო ან ქრისტე და არაფერი ამის მსგავსი არის. რატომ? იმიტომ რომ ეს როდის არის ესე იგი 500 წლით უფრო ადრე არის ესე იგი შესრულებული და მაშინ ქრისტიანობის არაფერი მსგავსი არაფერი არ იყო. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ქრისტიანობის გამარჯვება არის 326 წელი ქართული ქრისტიანობისა და ესე იგი 326 წლამდე ქრისტიანული წარწერები გამორიცხულია და ფარნავაზ მეფის ის არის 300 წელი ქრისტეს შობამდე, ესე იგი 300 და აღარ კიდე 326 წელი, ესე იგი 650 წლით უფრო ადრეული წარწერებია, ვიდრე ქრისტიანობა საქართველოში დამკვიდრდებოდა. ამიტომ ესე იგი აქ ქრისტიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია. წარწერები არის ჩემო ბატონო შესრულებული ბრწყინვალე. იმიტომ რომ ესე იგი არსებობს ქურუმთა ბრწყინვალე ქართული დამწერლობაცა და მისი კალენდარული მნიშვნელობაც და ესე იგი იმ თავითვე საქართველოში ვიდრე გაქრისტიანდებოდა ბერძნები მაგალითად ბერძნებს მზის კალენდარი არ ჰქონდათ, ბერძნებს ჰქონდათ მთვარის კალენდარი, როცა გაქრისტიანდნენ, იძულებული იყვნენ, მაგრამ მხოლოდ მე-4 საუკუნეში ახალი წელთაღრიცხვის ბერძნებმა შემოიღეს ეს იულიანური კალენდარი. ბერძნებს მზის კალენდარი არ ჰქონდათ. პირველი მზის უძრავი კალენდარი ქართველი ქურუმების შემოღებულია, სხვა არც ეს მზის კალენდარი არ აქვთ. ეგვიპტელებს თავიდანვე ესე იგი ეს ჰქონდათ, ოღონდ ის მოძრავი მზის კალენდარია 365 წელს ანგარიშობს, 365 დღე-ღამეს ანგარიშობს წელიწადში. ფაქტიურად ეს 4 წელიწადში ესე იგი ერთი დღის შეცდომას უშვებს. ხოლო ქართული ამბანი მზის უძრავი წელიწადის კალენდარია, რადგან ერთი დღის შეცდომას კი არ უშვებს, არამედ მხოლოდ ერთ წამს. თქვენ წარმოიდგინეთ, უკეთესი სიზუსტის მიღწევა შეუძლებელია და ეს ასეთი ბრწყინვალე მზის კალენდარი და ასეთი მზის კალენდარი აღმოჩენილი იქნა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ევროპელი ასტრონომების მეცნიერების მიერ და მხოლოდ მე-20 საუკუნეში იგი გამოყენებული იქნა როგორც კალენდარული მზის კალენდარული სისტემა, ესე იგი ევროპულმა ცივილიზაციამ მიაღწია მხოლოდ მე-19 და მე-20 საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ქართველ ქურუმთა მზის კალენდარულ
სიზუსტეებს. ამდენად ქართველი ქურუმი ხელწამოსაკრავი არ არის.